სალამი მეგობრებო, ეთერშია GeoTraderi. მინდა შემოგთავაზოთ განახლებული მიმოხილვა Hype Coin-ის. ესე იგი, რა ხდება ახლა? მოგახსენოთ, წინა მიმოხილვიდან გავიდა რაღაც დრო, რა თქმა უნდა, ფასმა უკეთ დაგვანახა რას აპირებს, იმიტომ რომ ცოტა იყო გასული დრო და ასე ვთქვათ, ის ანალიზი, რომელიც გაკეთდა, ცოტა არ იყოს მცდარი იყო. ახლა იქნება ბევრად უფრო სწორი და ზუსტი ანალიზი, იმიტომ რომ როცა იქმნება ბალანსი, უნდა დავაცადოთ, გარკვეული დრო გავიდეს, რომ უკეთ დავინახოთ, რას აპირებს ფასი. ნახეთ 4 საათიან time frame-ს დააკვირდით, ვხედავთ, რომ შეიქმნა აი ასეთი ტიპის ბალანსი. ჩემი აზრით, ეს არის დისტრიბუციული ბალანსი, საიდანაც ფასი საბოლოოდ ქვემოთ წამოვა, ქვედა მიმართულებით გამოვა. წინასწარ მოდით ამას არ ვამტკიცებ 100%-ით. ეს უბრალოდ ვარაუდის დონეზე. ხედავთ, რომ ბალანსი შეიქმნა. ფასმა გაარღვია, ერთი გარღვევა გააკეთა ქვემოდან. შემოვიდა ისევ უკან ბალანსში, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი გარღვევა იქნება ზემოდან. ზემოდანაც დაახლოებით ნახეთ, იგივე მანძილს გაივლის, აი ეს არის შუა ხაზი ხო ბალანსის, რაც შუამდე გაიარა, მინიმუმიდან შუამდე, შუიდან ისევ მაქსიმუმამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 78-მდე ავა ფასი და შემდეგ უკვე უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება. რა შეიძლება მოხდეს. მოდით ვიზუალურად უკეთ რომ დაგანახოთ 78-მდე დაახლოებით, აი აქამდე ვარაუდობ რომ ავა ფასი. შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, როგორც წინა მიმოხილვაში მქონდა ნათქვამი. თუ ფასმა შემდეგ ისევ ზემოდან გაარღვია ეს ბალანსი და ისევ უკან ამ ბალანსში შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ჩავდივართ უფრო დაბლა ღრმად, ბალანსიდან გავდივართ ქვედა მიმართულებით. თუ მოდით ამას წავშლი. თუ აკეთებს ასეთ რამეს 78-მდე ადის და შემოდის ისევ ბალანსში და კიდევ ერთხელ ქვემოდან არღვევს, ძალიან დიდი ვარაუდია, ყველაფერი არის აწყობილი ვარაუდებზე, მეგობრებო, 100%-ით არ ვიცი, ასე რომ გთხოვთ, დამაბრალებთ რამეს, რომ მაგალითად აი შენ ხო თქვი, რომ ესე მოხდება, თქვენც კარგად გესმით, უნდა გესმოდეთ, რომ 100%-ით მე არაფერი ვიცი და ისევე როგორც 99%-მა. ნახეთ, თუ ქვემოდან კიდევ ერთხელ გაარღვია, ანუ მინიმუმი მოხსნა კიდევ ერთხელ და შემოვიდა ისევ ბალანსში, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ისევ ფასის აწევა ზედა მიმართულებით წასვლა ფასის გაგრძელდეს. თუ ასეთი რამე მოხდა, ანუ თუ ზედა მიმართულებით საბოლოოდ გამოვიდა ფასი ამ ბალანსიდან, ეს ნიშნავს, რომ ეს იყო რეაკუმულაციური ბალანსი და ფას გზა ეხსნება უკვე $100-მდე. ძალიან დიდი ალბათობა იქნება, რომ 100-მდეც უკვე უახლოეს დროში შეიძლება ერთი თვე, შეიძლება 2 კვირა გავიდეს, არავინ იცის წინასწარ, 100-მდეც ავიდეს. თუ ქვედა მიმართულებით გამოვიდა საბოლოოდ, როგორც პირველ ვარიანტში ვთქვი, მაშინ კორექცია ცოტა უფრო ღრმა იქნება, ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ გეტყვით სადამდე დაკორექტირდება, მაგრამ შემდეგ ვნახოთ საბოლოოდ რა მოხდება, იმის შემდეგ ისევ ჩავიწერ რევიუს, ისევ მოგახსენებთ თუ რა ხდება და რა არის მოსალოდნელი. მადლობა ყურადღებისთვის. მგონი
კარგი ასეთი ექსტრა რევიუები თქვენს ალბათ ნახვები უფრო მოიმატებს. ძალიან მინდა რომ აუცილებლად YouTube-ზე ვინც უყურებთ დაალაიქოთ მეგობრებო. გამოიწეროთ არხი თუ მოგწონთ ასეთი რევიუები. მომავალ შეხვედრამდე